თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. პროკურატურამ ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად სასამართლოს 1000-ზე მეტი შუამდგომლობით მიმართა სტატისტიკურ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი აქვეყნებს, სადაც ასევე აცხადებენ, რომ ფარული მიყურადების მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 2/3-ით შემცირდა. გადაცემა კანონის შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ხუციშვილი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი უპასუხებენ. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, თუმცა ქალბატონ ეკა, სანამ თქვენთან დავიწყებდით საუბარს, მანამდე მოდით კვლევის ავტორს ვკითხოთ. ბატონ ლევან, ბევრ სირთულისთან იყო თუ არ ვწდები დაკავშირებული ამ კვლევის მოპოვება. საბოლოო ჯამში როგორია სტატისტიკური მონაცემები, რო გითხრათ და რა სირთულე იყო თქვენთვის ამ ინფორმაციის მოპოვება? მივესალმები მსმენელს, თავიდან მოყვები მაშინ ამ ჩვენს ისტორიას, ამ კვლევის ისტორიას, ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში სტატისტიკა მოსმენების, ვთქვათ, შესახებ, კანონიერი მოსმენების ამ შემთხვევაში, საკმაოდ პრობლემური არის და ეს ასაჯაროვდება, პროაქტიულად არ ქვეყნება და პრინციპში ყოველთვის არსებობდა მოსახლეობაში ეს, ასე ვთქვათ, მოარული ჭორები, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უსმენენ და თუმცა რეალური ფაქტები და რეალური მონაცემები არავის არ ქონდა და ეს მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოგვეთხოვა როგორც საჯარო ინფორმაცია და მივმართეთ სასამართლოებს, თავდაპირველად მივმართეთ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, იმიტომ რომ პირველ რიგში სასამართლოში შედის ეს შუამდგომლობები და ასევე მერე უკვე 2013 წელს იგივე მოთხოვნები გავაგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და უკვე მათგან მოვითხოვეთ იდენტური მონაცემები. თუმცა მხოლოდ პროკურატურამ დაგიკმაყოფილეთ და სამწუხაროდ აღსანიშნავი კიდევ ერთი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია 2012 წლის 1 ნოემბრიდან გაგზავნილი შუამდგომლობების შესახებ, ანუ რეალურად ვითხოვდით ახალი ხელისუფლების პირობებში თუ რამე შეიცვალა, გვაინტერესებდა გრძელდება ეს მოსმენები, რა ტენდენციებია ზოგადად. ზოგადად პასუხები იყო საკმაოდ არაერთგვაროვანი, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საერთოდ არ მოგცეს ინფორმაცია, იმიტომ ჩათვალეს, რომ მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი, რადგან ეს არის ოპერატულ სამძებრო ღონისძიებები. ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებმა განსხვავებული პასუხი მოგცეს, მათ თქვეს მათ განაცხადეს, რომ ვერ დაამუშავებენ ამ მონაცემებს, მათ არ უთქვეთ, რომ ეს საიდუმლო არის. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ ეს არის საიდუმლო მონაცემი და ჩვენ ვედავეთ მას მოუკეთეს პროცესი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, ანუ სექტემბრის ბოლოს. და ერთადერთი უწყება, ვინც გაასაჯაროვა ჩვენი ეს მოთხოვნა, ვინც მოგვაწოდა ინფორმაცია, იყო საქართველოს პროკურატურა, მთავარი პროკურატურა, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 1 ნოემბრიდან 2013 წლის, თქვა 9 მაისამდე სულ სასამართლოში გააგზავნეს 1207 შუამდგომლობა. აღსანიშნავი არის კიდევ ერთი ფაქტი, რამდენიმე თვის წინ ჰოლიდეინში გაიმართა კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პროკურატურა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, სადაც სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი, რა სტატისტიკა არსებობდა, რა სტატისტიკა არსებობს მიყურადებასთან დაკავშირებით და იქაც მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, იგივე პროკურატურამ ვერ დააზუსტა, ვერ წარმოადგინა ზუსტი მონაცემები აი ამ სტატისტიკასთან მიმართებაში. საქალაქო სასამართლომ რაღაც დონეზე გამოიტანა ინფორმაცია, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ინფორმაცია პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობების შესახებ იქნა გასაჯაროებული, მაგრამ ვერ იქნა გამოტანილი ინფორმაცია მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობებს. ამის საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა. ფაქტი არის ერთი, რომ ეს ინფორმაცია დღესაც არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო პროკურატურის მონაცემები რეალურად არ მეტყველებს ზოგად ფონზე და ამით ჩვენ ვერ ვიმჯერებთ ზოგადად რამდენი იყო, რამდენი არის და რა ტენდენციები შეინიშნება.
ქალბატონი, აი რამდენად რთულ დიდია ეს პრობლემა დღეს საქართველოში, რომ ინფორმაციის მოპოვება. აი ბატონ ლევანი საუბრობდა, რომ ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, მოუწიეთ სასამართლო დავა და ასე შემდეგ. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს ორგანიზაციამ მოთხოვნის შემთხვევაში. რა ბერკეტი აქვს ამ შემთხვევაში თქვენს ორგანიზაციას, თუნდაც თუ დადგება დღის წესრიგში ბუნებრივია და თუ მოითხოვთ მსგავს ინფორმაციას, რა სამართლებრივად როგორ შეიძლება ედაო შინაგან საქმეთა სამინისტროს იქნება თუ ფინანსთა სამინისტროს? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ თემისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან აქტუალური თემაა დღესდღეობის და ფარული მოსმენები საქართველოში. რაც შეეხება შეკითხვას, როგორც წესი ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაცია და ის რომ არ არის ერთიანი პრაქტიკა სახელმწიფო უწყებებს შორის ამ საკითხის მიმართ, თქვა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შრომდგომობების და ამ შრომდგომობათა დაკმაყოფილების რიცხვი, ანუ სტატისტიკური რაოდენობა არის თუ არა საჯარო, ეს გამომდინარეობს საკანონმდებლო ხარვეზიდანაც ასევე. მაგრამ თუ კი კანონს განმარტავს სწორად, ამ შემთხვევაში არ უნდა იწოდეს გაუგებრობას ის, რომ მხოლოდ სტატისტიკური რაოდენობა, რა თქმა უნდა, შრომდგომლობის შინაარსის გარეშე და მიყურადების ადრესატის ვინაობის გარეშე უნდა იყოს საჯარო და ანუ ამას არ უნდა ჭირდებოდეს სასამართლო დავა. ჩვენი ბერკეტი არის ის, რომ აი თქვათ თუ კი საიას დაუდგება ესეთი მომენტი ამ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, ჩვენ მიმართავთ სასამართლოს და ისევ სასამართლოს მეშვეობით ლევანის ორგანიზაციამ სასამართლოს, მაგრამ ვერ დადგა ის შედეგი, იმიტომ რომ უცხოს რომ ვერ დამუშავდება დროულად. ანუ არსებობს გარკვეული არგუმენტები, ბატონ ლევანი საუბრობდა, რომ მათ თქვეს რომ კი მოგცემთ დიდი სიამოვნებით, უბრალოდ ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ არ არსებობს რესურსი. ხო. ეს ძალიან ესეთი რა ქვია, ჭკვიანური გამოსავალი აღმოჩნდა სახელმწიფო უწყებებისთვის თავი არიდონ საჯარო ინფორმაციის გაცემას. მაგრამ ეს არ არის რეალურად ეს რა ქვია კარგი საბუთი, რომელიც ათავისუფლებთ მათ ამ ვალდებულებისაგან. ვინაიდან სახელმწიფო ამ კონკრეტული უწყებით არის ახლა ამ შემთხვევაში თქვა წარმოქმნილი სასამართლოთი ან რომელიმე სხვა უწყებით, ის არის ვალდებული, რომ დიახაც უზრუნველყოს შესაბამისი რესურსის გამოყოფა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება. და მე ინდივიდს, რომელსაც მაინტერესებს საჯარო ინფორმაცია, უნდა უზრუნველყოს და მომაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია. და ეს მახინჯი პრაქტიკა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთმა ჭკვიანმა იურისტმა გამოიყენა, დამკვიდრდა და შემდგომში ამ პრაქტიკას იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ სასამართლოებიც აღარ ავალდებულებენ ამ არგუმენტის შემდგომ შესაბამის უწყებებს, რომ გასცენ შესაბამისი ინფორმაცია, მარტო იმის გამო, რომ რესურსი არ არის. მე დავეთანხმები კოლეგას, უბრალოდ მე მინდა იცოდეთ, რომ სასამართლო მხოლოდ ესეთ მოთხოვნებზე კი არ ამბობს, რომ ვერ დაამუშავებენ. ზოგადად სხვა ინფორმაციაც, ანუ ჩვეულებრივი ინფორმაცია რომ მოითხოვოთ სტატისტიკური სასამართლოდან, წლების განმავლობაში ეს პრაქტიკა იყო დანერგილი. ნებისმიერ მაგალითად რამდენი რაღაც ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად თუ არ უნდათ მოგცენათ თავი შეიწუხონ. ეს არგუმენტი ყოველთვის გამოიყენებოდა სამწუხაროდ მათ მიერ. უბრალოდ ჩვენ იმ შემთხვევაში, როცა თბილისის საქალაქოს ვედავებოდით, ჩვენი არგუმენტი იყო აი ეს სტატია, რომელიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა, სადაც ეს მონაცემები თვითონ იუსტიციის საბჭომ წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში არგუმენტი პრინციპში აღარ ქონდათ, იმიტომ რომ თვითონ გაასაჯაროებს მართალია პარლამენტის მოთხოვნით, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ანუ რა თქმა უნდა დათვლადია და ამის პრობლემა არ მგონია იყოს, უბრალოდ ნებაზია, ყოველთვის არის ნებაზი დამოკიდებული და ამ შემთხვევაში პოზიტიური რაღაც ვალდებულება ესეთი არ აქვს, რომ თავისით დაამუშავონ გამოაქვეყნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს გვეხება და ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ვიცოდეთ რა ხდება ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგას რომ სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროება ვერ შეუშლის ხელს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, ხო? რამდენ ადამიანს უსმენენ და რა პერიოდულობით ეს ვერ ეს თქვა თვითონ ამ ღონისძიებას ვერ ჩაურმავდებით, ხო? ჩვენ ვერ გავიგეთ ვის უსმენენ რა საქმეზე და ასე შემო. ეს ხო სტატისტიკური მონაცემია. აქედან გამომდინარე ამის დახურვა, ამის გასაედომობა აბსოლუტურად მიუღებელი არის და ყველას უნდა ქონდეს ამის უფლება რომ ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ვისაუბრებთ საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით და ასევე ის სტატისტიკური მონაცემები, რაც გამოაქვეყნა პროკურატურამ, რამდენად შეესაბამება ზუსტ სურათს. აი ეს კითხვა, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს და ალბათ და რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ რეკლამა რამდენი წუთი დავბრუნდებით ეთერში. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება?
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ხუციშვილი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი. მსმენელს შეუძლიათ დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 292 11 დასვას შეკითხვა იურისტებთან და მიიღებს კომპეტენტურ პასუხს. ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. ჩვენ საუბრობდით სტატისტიკასთან დაკავშირებით და მინდა ერთი ესეთი შეკითხვა დაგისვათ. რამდენად სანდოა ის სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს უწყება, თუნდაც იგივე 2/3 არის შემცირებული. მაშინაც იყო საუბარი, რომ რეალურად სტატისტიკა არის სხვა, მაგრამ მოსმენების რაოდენობა არის გაცილებით მეტი. რამ ბერკეტი არსებობს დღეს, რომლითაც გაკონტროლდება რეალური სტატისტიკა, თუ არსებობს ესეთი, ან თუ შეიძლება გაჩნდეს ესეთი ეჭვი. რამდენად სანდოა სამისი ეჭვი. ზოგადად ვინაიდან სახელმწიფო უწყება ოფიციალურად გადმოგცემს სტატისტიკურ მონაცემს ან ნებისმიერ სახის საჯარო ინფორმაციას, ამაში შენ ეჭვი არ უნდა შეიტანო. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო უწყება, არსებობს მის მიმართ საჯარო ნდობა, საზოგადოებრივი ნდობა და ამიტომ ეს უნდა მიიღო როგორც ავთენტური სანდო და ასე შემდეგ. მაგრამ შექმნილი ვითარება ამ შემთხვევაში მართლაც იმგვარია, რომ შეიძლება ნორმალური მენტალური განვითარების ადამიანმა შეიტანოს სანდოობაში ეჭვი, იმიტომ რომ მე ეს ინფორმაცია მოვითხოვე მხოლოდ ეს ინფორმაცია მომაწოდა მხოლოდ პროკურატურამ, სხვა უწყებებმა არ მომაწოდეს აღნიშნული ინფორმაცია, ანუ შესაძლებელი ობიექტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთი ინფორმაცია და მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ეს ციფრი იყოს გაცილებით დიდი, ვიდრე არის რაც მე მივიღე იმათგან. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ მართლაც გაჩნდეს სანდოობის ეჭვი, თუმცა გადამოწმების ბერკეტი აი ამ შემთხვევაში მართლა ვერ ხედავ რომ არსებობდეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს არის უწყებების შეთანხმებული მოქმედება, რომელიც მე არ მომცემს საშუალებას გადავამოწმო ეს რეალურად მართლა ეს რიცხვია თუ უფრო მეტი ვიდრე მაქვს. ბატონ ლევან, თქვენ რამდენად გაგიჩნდათ ეს ეჭვი აი ამ ყველა რთული გზის გავლის შემდეგ, რომელიც როგორც თქვით, გაიარეთ. და ამოვწოროთ ეს თემა, უკვე გადავიდეთ იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, არსებობს კანონმდებლობაში დღეს. კი ბატონო, უბრალოდ უნდა გავმიჯნოთ, ვთქვათ, ის მოსმენები, რომელსაც ასე ვთქვათ, კანონიერად ახორციელებენ, ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ნებართვით და ის მოსმენები, რომლებზეც ყოველთვის საუბრობდნენ, რომ უკანონოდ მიმდინარეობს და მე უკვე პოსტფაქტუმ აფორმებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, იმის გაგება საკმაოდ რთული არის, მაგრამ მაინც გადამოწმების ჩემი აზრით წყარო არის თვითონ სასამართლო. იმიტომ რომ საბოლოო ინსტანცია, სადაც შედის ეს შუამდგომლობა, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს, არის ყოველთვის სასამართლო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას, მით უმეტეს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ იუსტიციის საბჭომ განასაჯაროვა უკვე სხვა ფორმატში იგივე მონაცემები. თუმცა ფაქტი იმისა, რომ არ უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ან სხვა ძალოვანი უწყებების მიერ ვთქვათ, სასამართლოსთვის გაგზავნილი შუამდგომლობის რაოდენობა დღესაც არ არის ცნობილი. მხოლოდ მეტყოლებს იმაზე, რომ ეს ვთქვათ, სენსიტიური საკითხია და სრული ინფორმაცია დღეს ჩვენ არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში რეალურად გვაძლევს ამ ციფრს, რაც დღესდღეობით არსებობს. და ბატონ ლევან, მოდით დავიწყოთ საუბარი მოქალაქეზე, რამდენად დაცულია მოქალაქე დღეს საქართველოში ფარული მოსმენებისგან, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ არაერთხელ, რომ იყო საუბარი, რომ ბევრ ადამიანს უსმენდნენ. დღეს რამდენად დაცულია ადამიანი, რომ მას არ უსმენენ უკანონოდ? ანუ ხარვეზი, ასევე ქალბატონო ეკა თქვენთანაც მექნება შეკითხვა, რომ ხარვეზი საკანონმდებლო, რომელიც არ აძლევს მოქალაქეს იმის დაცულობის შეგრძნების გარანტიას ამ შემთხვევაში. დავიწყოთ საუბარი ბატონ ლევან და შემდეგ საკანონმდებლო ხარვეზზეც რო ვისაუბროთ. საკმაოდ ეს კომპლექსური პრობლემაა, იმიტომ რომ აი დაცულობის ხარისხი ეკა უფრო გაშლის ალბათ ამ საკანონმდებლო ხარვეზებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მაგალითად რამ სულ დროს გამომჟღავნებულმა ფაქტორმა დაადასტურეს, რომ იყო შემთხვევები, როცა სასამართლო ვთქვათ, აკმაყოფილებდა შუამდგომლობას მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითებას. ანუ არ იყო მითითებული ამ ვთქვათ, ნომრის ვთქვათ, ფლობელის ვინაობა, ვის ეკუთვნის და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად დაცულობაზე საუბარი ძალიან რთულია, ხო? იგივე მონაცემებით, რომლებიც გასაჯაროვდა პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესული იყო 494 შუამდგომლობა 3452 პირის მოსმენაზე. ამიტომ
თქვენ არ იფიქროთ რომ 1200 შუამდგომლობა ნიშნავს რომ 1200 ადამიანს უსმენენ. ეს შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ციფრი, შეიძლება ეს იყოს 10000 ადამიანის, შეიძლება იყოს 20000 ადამიანის, ამიტომ ჩვენ არ ვიფიქროთ რომ ეს ციფრი მეტყველებს მხოლოდ აი ამ ერთი ადამიანის მოსმენაზე, იმიტომ რომ იმ ადამიანს ურეკავს დღეში შეიძლება 20 ადამიანი, ანუ ფაქტობრივად ყველა ამ ადამიანის საუბარი იწერება. ამიტომ რეალური ციფრი კიდევ უფრო სხვა არის თუ რამდენი ადამიანის საუბარი ისმინება და რამდენი ადამიანის მონაცემები აღიბეჭდება შემდგომ ფირებზე. ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის, მაგრამ ზოგადად დაცულობა ვფიქრობ ამ ეტაპზე არ არსებობს ალბათ უფრო ერთადერთი იმედი რისიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს არის რომ სასამართლო და ხელისუფლება იყოს რეალურად გამიჯნული ერთმანეთთან და არ იყვნენ ერთმანეთთან ასე ვთქვათ კოორდინაციაში და მაშინ რა თქმა უნდა უფრო მეტი ბერკეტი გვექნება ჩვენ ანუ უფრო დიდი დაცულობის ხარისხი შეიძლება არსებობდეს ჩვენთან და რა თქმა უნდა სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება რის ერთადერთი გამოსავალიც არის საჯაროობა მონაცემების მაქსიმალური საჯაროობა და მე ვფიქრობ რომ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ეს საჯაროობა რომ ჩვენც ასე ვთქვათ ჩავერთოთ აი ამ ზემოქმედების მექანიზმი რაღაცა გაგვიჩნდეს რომ მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას. საჯაროებასთან ერთად თქვენ არაერთხელ ახსენეთ საკანონმდებლო ხარვეზები. რომ მოუყვეთ გაბატონეკა, აი რას საკანონმდებლო ხარვეზებს გულისხმობთ? აი იგივე დაცულობის მიმართულებით რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ მოქალაქეს არ კონდეს მუდმივად იმის განცდა, რომ უკანონოდ უსმენს დაუშვათ იგივე რომელიმე უწყება სახელმწიფო არ აქვს აქ მნიშვნელობა პროკურატურა იქნება თუ შინაგან საქმეთა საქმე. კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ნამდვილად ძალიან იქიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომ მართლა ძალიან დიდი პრობლემები არსებობს დღესდღეობით კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს ოპერატიულ საბრძოლო ღონისძიებებს. ეს ხარვეზები არის იმდენად არსებითი და მნიშვნელოვანი, რომ მახინჯ პრაქტიკასთან ერთად, ასევე სწორედ ეს ხარვეზიანი გარემო უფრო მეტად ხელს უწყობს შესაბამისი უწყების წარმომადგენელს მარტივად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიჭრას ადამიანის პირად სივრცეში და მისი უფლება შეზღუდოს უხეშად და არსებითად. პირველ ხარვეზად მე პირადად როგორც იურისტი აღვიქვამ პირის აღვიქვამ შემდეგ პრობლემას. პირს არ აქვს შესაძლებლობა მოქალაქეს, რომ მან რეალურად გადაამოწმოს მის პირველ რიგში, მან დაადგინოს მას უსმენდნენ თუ არა და თუ კითხვათ უსმენდნენ, ამ მოსმენის, ანუ ამ ღონისძიების კანონიერება გადაამოწმოს და რატო? კი წერია კანონში, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გაასაჩიროს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოში და გადაამოწმოს მისი კანონიერება. მაგრამ ამისი რეალური შესაძლებლობა იმარტივი მიზეზიდან გამომდინარე არ არსებობს, რომ მოქალაქეს არავინ არ ატყობინებს ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, მის მიმართ იგი განხორციელდა თუ არა. მე არ ვამბობ, რომ ეს შეტყობინება უნდა მოხდეს გამოძიების პროცესში, რომელიც თქვა გამოძიების ინტერესებს დააზიანებს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არსებობს დემოკრატიული ღირებულებები იერარქიის მაღალ საფეხურზე და სადაც ადამიანის უფლებებს აქვს ენიჭება დიდი დაცული არის რეალურად ადამიანის უფლებები. ყველგან ამ შესაფერის კანონმდებლობაში ყოველი შესაბამისი პირი, რომელიც ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, კანონი მას ავალდებულებს, რომ გონივრულ პერიოდში მან ეს აუცილებლად უნდა შეატყობინოს ადრესატს, რომლის მიმართაც ეს ღონისძიება ხორციელდებოდა. სწორედ იმის გამო, რომ შემდგომ ამ პირს მიეცეს შესაძლებლობა გარკვეულ ვადებში მიმართოს სასამართლოს და დაადგინოს მის მიმართ ეს ღონისძიება განხორციელდა და კანონიერად თუ არ განხორციელდა კანონიერად. ჩვენთან შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს ელემენტარული და მე საიდან გავიგებ მოქალაქე, რომ მე რომელიღაც პოლიციელი, რომელიღაც განყოფილებიდან მისმენდა. პირველ რიგში უნდა არსებობდეს ამისი შეტყობინების ვალდებულება, რომელიც იქნება, ვთქვათ, გამოძიების დასრულებიდან, ანუ იმ პერიოდში, პერიოდიც არ გამოიწურება გამოძიებისთვის საინტერესო ეტაპი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აღარ შეუშლის გამოძიებას და მტკიცებულების მოპოვებას. ამ შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება აუცილებელია და შემდგომში მე რომ სასამართლოს მიმართავ შესაბამის ვადებში მან უნდა მქონდეს სრული შესაძლებლობა რომ რა ქვია მივიღო შესაბამისი ანუ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პირობებიც ასევე უნდა იყოს გაწერილი. მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზი ეს არის სასამართლოს კონტროლის ძალიან დაბალი დონე. ფაქტობრივად სასამართლოს კონტროლი არ არსებობს ფარული მიყურადების განხორციელების ეტაპზე. სასამართლოს კონტროლი შემოიფარგლება მხოლოდ თავდაპირველად, როდესაც ხდება ნებართვის გაცემის
ნებართვის გაცემა, ან უკვე დაწყებული საგამოძიებო მოქმედების შემდგომი დაკანონება, ფარული ოპერატიული ღონისძიების შემდგომი დაკანონება. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ამას უკვე სასამართლო აღარ აკონტროლებს და ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკონტროლოს კანონის ჩარჩოებში და გარკვეულ ფარგლებში და მიზნობრივად მიმდინარეობს თუ არა კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედება. იმ ქვეყნებში, სადაც წეღან ვახსენე, მაგალითად ბრიტანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, სასამართლოს აქვს პირდაპირი და უშუალო კონტროლი ფარული ღონისძიების განხორციელების მიმდინარეობაზე, პროგრესზე და მას თვითონ განსაზღვრავს პერიოდულობას, რა პერიოდულობითაც მას უნდა მიაწოდონ შესაბამისი ოქმის სახით ინფორმაცია, რა სახით მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა ფარგლებში, ვის მიმართ და ასე შემდეგ. სასამართლო კონტროლი ამ საქმესთან დაკავშირებით. და ბატონ ლევან, ასევე მინდა გითხოთ, რომ თქვენ ახსენეთ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ფარულ მიყურებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ინფორმაციის ფლობელია ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მინდა გითხოთ ესეთი რაღაც, რომ აი როგორ ხდება ამ მასალის გამოყენება ხშირ შემთხვევაში, იგივე პირადი ინფორმაციის შემცველი. თქვენ ახსენეთ, რომ შემოდის არაერთი ზარი, ანუ 1207 ადამიანი მოსმენა არ გულისხმობს, რომ მოსმენენ 1207 ადამიანს. შესაძლებელია ეს იყოს უფრო მეტი ადამიანი ამ შემთხვევაში. პირადი ინფორმაციის გაფილტრა ხდება? ან თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ? ცით რა არის ძალიან პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი კანონმდებლობით თუ მასალა მოპოვებული ამ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ საერთოდ არ შეიცავს რაღაც დანაშაულების ნიშნებს, ან საერთოდ შემთხვევით არის მოპოვებული, მაშინ ის უნდა განადგურდეს და ეს ყველაფერი უნდა ეცნობოს იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, საკმაოდ მცირე არის ესეთი თორსებს 5 არის გაგზავნილი მინისტრის სახელზე აი ესეთი მასალის განადგურების თხოვნა. 1207-დან მხოლოდ 5-ია პირადი ინფორმაცია. როგორც ჩვენ ვიცით, უბრალოდ ესეთი მონაცემია. ანუ რეალურად ეს ბერკეტი არ მუშაობს, მაგრამ მე აქ დავამატებდი უბრალოდ აი ამ ბერკეტთან დაკავშირებით ჩვენთან ამუშავდა ახალი ინსტიტუცია, რომელიც რეალურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვენი, ასე ვთქვათ, უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც სრულად ახალი შექმნილი არის. ეს კანონიც რეალურად აი ამ წლიდან ამოქმედა. ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას უნდა ასრულებდეს ეს ინსტიტუცია, იმიტომ რომ ამ ადამიანს, რომელიც რა თქმა უნდა არის ასე ვთქვათ, საჯარო პირი, აქვს უფლება მოთხოვნის საფუძველზე, საჩივრის შეტანის საფუძველზე ან მოქალაქის მიმართვის საფუძველზე დაიწყოს გარკვეულწილად რაღაც ქმედებები, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში და გაარკვიოს, მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ გონივრული ეჭვი, რომ თქვენ ასე ვთქვათ, არაკანონიერ გისმენენ და ასე შემდეგ, შესაძლებელია, რომ ადამიანმა გამოარკვიოს ეს სიტუაცია. ანუ რამდენად მუშაობს დღეს და აქვს პერსპექტივა, რომ ეს მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იმუშავებს? ან თქვენ როგორ ფიქრობთ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით? ანუ მე ამასთან დაკავშირებით ვინაიდან ეს ანუ ახალი ინსტიტუტია და ჯერჯერობით ამის გამოცდილება არ გვაქვს როგორ ანუ წინა პრეისტორია არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ანუ ამაზე ყალიბდება ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ უნდა ვნახოთ, თუმცა რა თქმა უნდა სასახად მნიშვნელოვანია ესეთი ინსტიტუტის არსებობა და მით უმეტეს აი ეხანდელ ვითარებაში, იმიტომ რომ ძალიან პრობლემატური საკითხია ეს და მართლაც რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომელიც ელემენტარული განცდას აი წეგან თქვენ ახსენეთ, რომ მოქალაქე დაცული არის თუ არა ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეს ელემენტარული უნდა კონდეს რაღაც ნდობა კონკრეტული ინსტიტუტის ან კონკრეტული პოზიციის მქონე ადამიანის ან თანამდებობის პირის მიმართ, რომ დაცულობის შეგრძნებას მაინც უზრუნველყოფს თავდაპირველ ეტაპზე, თუ კი თქვათ ეს არ გაამართლებს შემდგომში, პირველ ეტაპზე ამ ხრი მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენ გადაცემის დრო იწურება, თუმცა მსმენელი რეკავს და მოდით მას მივცეთ საშუალება, რომ დასვას შეკითხვა არ ვალოდინო. დიდხანს გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით შეკითხვა. გენაცვალე მე მაინტერესებს კი რა საერთოდ თუ ხდება ახლა მოსმენას ელაპარაკობთ. იცით წლების წინ ხო ჩემი ნომრით სარგებლობდნენ და რეკავდნენ. მოგდიოდა გადასახადები. აი აქ ილაპარაკეთ, მე წამოსვლა დამტკიცება, რომ ჩვენ იქ არავითარი კავშირი არ გვაქვს, ჩვენ
გასაგებია თქვენი შეკითხვა ქალბატონო და აუცილებლად გიპასუხებენ ჩვენი იურისტები ამ შემთხვევაში ეს ამ თემასთან კავშირში არ არის ბუნებრივია და კომპეტენტური პასუხი ვერ იქნება იმიტომ რომ ეს უკვე კერძო კომპანიის ინტერესია ბუნებრივია და კერძო კომპანიამ უნდა გააკონტროლოს მისი აბონენტი როგორ ახორციელებს ზარს ყოველ შემთხვევაში ესეთ შეფასება შეიძლება გაკეთდეს თუ არ მეთანხმებით იურისტები შეგიძლიათ ამ შემთხვევაში გააპროტესტოთ ჩემი მოსაზრება და რჩება ამ ქალბატონის ვიდეო ბოლო რეპლიკის სახით რომ გავაკეთოთ აი ამ კანონთან დაკავშირებით ზოგადად რა უნდა გაკეთდეს და მიყურადების თემაზე ქალბატონო ეკა თქვენც რო გითხრათ და ბატონო ლევანაც ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი რომელიც აუცილებლად არ უნდა გამოგვრჩეს ეს არის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა აი თქვენ ახსენეთ რომ ეს რა ქვია როდესაც მიმდინარეობს ფარული მიყურადება რამდენი ხანი მიმდინარეობს შეიძლება ეხა მე რაღაცა მოვიპარეო და მიყურადება გრძელდება თვეები წლები და ასე შემდეგ ზოგადად კანონი ამბობს რომ ოპერატიული სამხედრო ღონისძიებების განხორციელების ვადები არის მოწესრიგებული დაუწყებრივი ნორმატიული აქტებით და როდესაც საიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა მართაშესსს ასევე პროკურატურაში დაუწყებრივი ნორმატიული აქტების მოპოვებასთან მოწვევასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს რომ ეს არისო საიდუმლო აქტებიო არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს აქტები იყოს საიდუმლო იმიტომ რომ კანონი უნდა აძლევდეს მოქალაქეს შესაბამის პროგნოზს რა ქმედებამ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს და ეს არ არის რა თქმა უნდა ჩემი ეხანდელი მსჯელობა ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი რომელიც ყველა სახელმწიფოს ავალდებლობს რომ კანონი შექმნას იმგვარი რომ ამან არ გააჩინოს ეჭვები და კონკრეტული ვადებიც უნდა იყოს გაწერილი ისე რომ მოქალაქე მიცოდეს რა ვადა დავახლობით რა ვადა შეიძლება ეს აუცილებელი ბატონო ლევან რეპლიკის სახით რო თქვა ანუ რამდენად როდის ელოდებით სასამართლოსგან იმ დოკუმენტის მიღებას რომელზეც თქვენ უკვე მოიგეთ არჩევანი. ცით რა სადღაც ერთი თვე ალბათ დასჭირდებით თვითონ გადაწყვეტილება ჯერ არ მოსულა და ნახოთ საერთოდ როგორ განვითარდება მოვლენები ხა მართალია გითხრათ თავარი აქ ჩემი აზრით რაც თავარი იყო ამ გამარჯვებაში არის ის რომ მე მინდა რომ ეს როგორც პრაქტიკა დამკვიდრდეს რომ სხვაების როცა მოითხოვენ ანალოგიურ ასე ვთქვათ ინფორმაციას მათთვისაც იყოს საჯარო უბრალოდ რაც უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს რაც უფრო მეტი ადამიანი დაიცავს თავისუფლებას მით უფრო ანგარიშვალდებული იქნება ხელისუფლება და ჩვენ თუ არ დავამყარეთ კონტროლი ჩვენს ეს მოსმენები აუცილებლად გაგრძელდებენ რომ ეს ლოგიკური არის დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში ბუნებრივია თეორიით საკმაოდ ფართო და ერთ გადაცემაში ვერ ამოიწურება იმედია რომ ამ სტატისტიკურ მონაცემებს როცა მიიღებთ კიდევ ერთხელ მოგბრძანდებით ჩვენთან გადაცემაში და მოგვაწოდეთ ჩვენს ინფორმაციას ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ხუციშვილი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი ჩვენ დავბრუნდებით მომავალ ხებას სხვა თემით და სხვა სტუმრებთან ერთად თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.